საშა, ძალიან მინდა ბაკურიანში წასვლა და წამომყევი რა მარტო ხო არ წავალ. ცი როგორ მომენატრა თოვლით, ხილამურები, ბურანები. გახსოვს მაშინ რა კარგი დრო ატარე ადრე რომ ვიყავი წასული. ტახტი, ბუხართან კოტრიალი, ჩაი. კი, მახსოვს ელენე, მაგრამ რა ვიცი, 1000 საქმე მაქვს ელენე, საწამოვიდე ახლა მითხარი, ა? რა საქმე გაქვს? რა საქმე და რა? აი, კარებს ვაღებ ხოლმე. ელენე, ეს კარები ღია რო დავტოვოთ არა? დილამშვიდობის. დილამშვიდობის. როგორ ხარ? ეს რა არის, მაწონი? მაწონი. ბიჭო, პატასთან მიდიხარ? არა, პატასთან მოვედი. ყველას მაწონი მოაქვს და სამი ცალი მაინც მომაშორეო და წამოვედი. და თვითონ როგორ არის? კარგად მოგიკითხათ, რა შვებიანო, როგორ არიანო, სახში რა ხდება, რატი როგორ არისო? ვაიმე, ესე იგი, რას პატას ეს ამბავი დაემასა, რატი ისე გამიცის, რომ სახლიდან საერთოდ აღარ გამოდის. აბა, რატიც ძალიან განიცის და ის გოგოც რატისთან ერთად რომ ცხოვრობს ახლა იმაში რა ქვია, პატას სახლში. ის ძალიან, კი. თეკვანი ერთი, გეხოწები, ანტონიოს ამბავი მომიყევი. აიმე, ელენე, კარგად არის ანტონიო, ძალიან გუში მამაც ჩემი არ იყო სახლში და მთელი ღამე ველაპარაკე. ელენე, იცი შეიძლება იტალიაში წავიდე დამპატიჟა. აიმე, რა მაგარია იტალია, რომი, ფლორენცია. ხო, ელენე და ანტონიოსაც თავის მეგობრები ესე ეტყვიან. რა მაგარია საქართველო, კასპი, სამტრედია. აი ასე იყო ჩემო პაატა. 578-ში გარდაიცვალა საწყალი. აი რას მოვაყოლე ეს ამბავი? გეშინია, კარგად გახდებიო. კარგად გახდები. მე და ემზარი ვაპირებთ 2-3 თვეში გავაკეთოთ რემონტი და შენი იმედი გვაქვს, ხო იცი? ვაიმე, რამხელა мотивация, გამოსაჯამთელებლად გუმყადეი და მადლობა, ხო? ემზარი კოცხათი თვედი, ემზარი გაღვიდი. აი ასე გინაცვალე. ჩემს დას უნდა დამოსვლა და შენი ნახვა, მაგრამ სავატყოფოში სიაროს ვერ იტანს, ხო იცი? ვიცი, როგორ არის? აი ტოტალიზატორში რო გადავწევ, მე იქ მოვიდეს. აღარ მინდა დავნაყრდი, მართლა დავნაყრდი. აღარ მინდა დავნაყრდი. კარგი, ისეთი შეგეჭამა, ბარემ დამთავრდებოდა. ამ ხორს ვერ დაგიტოვო. მე თქვენ დაკარგათ აქ რომ დავტოვო. თანარი ხო გემრიელი ხო მოგეწონა? კი, ძალიან გემრიელი. თქვენ გააკეთეთ, ხო? აბა, ხო, წელს. გამოვიფიქრე ციპატა. ლიფტით რაღაცების ფულს აღარ გადაგახდევინე. ვაიმე, მართლა დიდი მადლობა ქალბატონო ნუნუკა. არა უშავს რომ გამოხვალ, მე ერთი რადგი აგარშა და ყველაფერს ერთდროულად გადაიხდი. რამხელა შეღავათია, რამხელა. როგორ ზმუნავ ჩემზე დიდი მადლობა ქალბატონო ნუნუკა, როგორ ზმუნავ. შენა გაიგო ეს ამბავი? არა, ჯერ არ გიქო. ხო, აბა რა ინერვიულებს კაცი. ხო, არა, ეგ ხო, მაგრამ ფლატ მაგაზინს არ არის. ეს დღეები ტელეფონი არ იჭერს და ვერ დაუკავშირდით მაგისი, ხო? აი მე შენ რა გითხარი, დაგეჯერებინა ბაბუაშენისთვის მოგეყვანა ვინმე კარგი გოგო, აბა ეხლა. ქალბატონო, შენ ისე ვაგზავნები? არა, მიდიოდი ეხლა ზუსტად. იცი რა ბიჭებო, ამ ხილს ჩავიტან რა ქვია, ჩემი მული დედამთილი წეს. იმან გაუმწარა სიცოცხლე ჩემოზე, ნაცვალ ესე მიყვარს ეგ ქალი, არა ჩვეულებრივი ქალია და მოლი ბარემდა. ამ ბანანსაც წავღებ ჩემენ რას უყვარს ძალიან. კარგი, აბა წავედი. კარგად იყავი. ყველაფერი კარგად იქნება. ვაი შესაძლოა.
ლაშა შენ ასეთი უაზრო ხუმრობებით. თეკლა ბაკურიანში მინდა ძალიან წასვლა და მარტო ხო არ გამიშვებ. მე მეკითხები, წადი ელენე გიშვებ, დიდი გოგო ხარ უკვე. ნახე ახლა ესეც. წამომყევი რა 2-3 დღე. ვაინე არა ელენე, იმდენი საქმე მაქვს. სამსახურში ეს ახალი ბრენდები შემოდის ჩვენთან, ეს ახალი მაღაზიები იხსნება, სულ მოლაპარაკებები. რა და რა კარგი იქნებოდა ბაკურიანში, თოვლი, ბურანები, გუნდაობა, თხილამურები, თოვლი. როდი მივიდივართ ელენე? ყვირაში თეკაიეს. გამოხედი უკვე. ხო, ვიფიქრე, გავკვეთილებს გათავიმეორებთ ხო. ჯერ ხელებს დავიბან და ზესტავ. ნიკა, რა დააშავე? არაფერი ისეთი. ბურთს დავარტყიბარა, ხელებს დავიბან და ზესტავ. ნიკა, რა დააშავე? ბურთს დავარტყი და ონკანს მოხდა. მე ზესტავლე. ნიკა, იტყვი ბოლოს და ბოლოს რა მოხდა? რადა სტადიონზე ფეხბურთს თამაშობდით მე, სტურუალევანი, ესა, ისა. ხო და ბურთს დავარტყი და რომ ონკანი გააკეთებინა იმას მოხდა და გაფუჭდა. ხალი აღარ მოდის. კარგი ნიკა, გაფუჭდა და გაფუჭდეს, გამისკდა გული. ეგ არა უშავს, ლაშაბიძია მოგეხმარება და გაგაკეთებინებს. ნუ მეხმარები? გამაგიჟებ რა, გამაგიჟებ ნიკა რა, სადის ონკანი და სადის სტადიონი რა. რა თაობა მოდის? ამ კეთბაიასაც რის იმედი უნდა კონდეს ადიც. კარგი და ლაშაბიძია, ნუ მაცინებ, თვითონ შეძებინდა რომ. კარგი მიდი ხო, მიდი აიღე ეს ბრწყელტუჯა ჩადი ეზოში და ჩამოვალ მეც. კარგი რა ლაშაბიძია რა. ონკანი დროზე გავაკეთოთ და სანამ გავაკეთებთ, ემზარის და კაცებს უყიდე ლიმონათი, რომ არ ახსნაყონ, თორე გაიგებენ. ონკანი რო გაფუჭდა და ნუნუს ეწვია. როგორ ხარატი? კარგად, ბატა, შე როგორ ახარ, რა? რა ვიცი, რატი სანამ ეს მოვიდო და სტაბილურად და ეხლა მე მგონი რეანიმაციაში მომიწევს გადაყვანა, რა ვიცი. კარგი, გაივიწყე, ნუნუ რა. შენი ირინა ეგთანი როგორ გეკურკურება დააგვირდი? კარგი, რატი, რას მეკურკურება? ვიღაც მოვეწონე, მე მგონი დავკოჭდი და ეგ არის. კარგი ბატა, რა დაკოჭებდი ვერ გავიგე. აი ისიც კოჭლი იყო, თემურ ლენგი, ხო? ხო, მაგრამ ქალები გიждდებოდნენ. ეგ ისტორიულად არის ეგრე? არა მარტო ისტორიულად. რატი, თან რა ვიცი, აბა ვინ შემოდის, ყველა მარცხენა პროფილით ხედავს, აბა რა იქით უნდა დავწროლიყავი, რა აზრი აქვს ახლა, აბა მარჯვენა პროფილს ვერ ხედავს. ბატა, სარკერო აი კედელზე მივამაგროთ. რატი ნერვოსი? შენ ხუმრობ და აქედან რომ გავალ ვერც კალათბურთს ვითამაშებ, ვერც ფეხბურთს ვითამაშებ, ვერც ბილიარდს ვერ ვითამაშებ. და ბილიარდს რატო ვერ ითამაშე? არ ვიცი მაგის თამაში და იმიტომ. კარგი რა, ნუ წუწუნებ რა. გეუბნები გოგოს მოწონხარ მეთქი და შენც ახლა გაინძერი რა. არა, ახლა ისე ნუ გაინძრები მთლად, მაგრამ საიდან მოიტანე ერთი რომ მოწონვარ მითხარი? აი საიდან მოიტანეა? რას ქვია საიდან მოვიტანე ბატა? შემხვდა დერეფანში და ესე მითხრა რა კარგი ანალიზები აქვს ბატასო. გაიგე და გოგოსო ბიჭის ანალიზები მოეწონება. ხა წარმოიდგინე მარჯვენა პროფილზე რა დაემართება. კარგი. ესე იგი საერთოდ აღარაფერია და კარგად არის ბატონო. კი, მთავარია ტატო რომ ფეხი არ დაკარგა. ფეხი როგორ უნდა დაიკარგა თქო, სინდისი ხო არ არის? რა სინდისი? აი არ გაგიგია სინდისი სულ დაკარგაო. გამიგია. ვისაუბრ ტატო, შენი ჯექი ჩემს კომპიუტერთან? არა. აბა შენი ფეისბუქი როა ჩართული? არა ჯექი, ვიდექი. ტატო, 3 დღით მინდა წავიდე ბაკურიანში და არ ვიცი რა მოვიფიქრო 3 დღით რო გამათავისუფლო სამსახურიდან. და რო უთხრა დაბადების დღე გაქვს და ვერ ახერხებ მოსვლას. დაბადების დღე მქონდა უკვე. ხო, 8 მარტიც მქონდა ხო უკვე. და რო უთხრა რომ შენი ვინმე ახლობელი გარდაიცვალა და აუცილებლად უნდა წახვიდე. თუ ვინმე ჩემზე უთხარ, მე არ მეწყინებ. კარგი ტატო, კარგი იყოს, არ მინდა მოვიფიქრებ, რამე შენ გადი და ნიას უთხარი, ყავა გამიგებ დიდ ჭიქაში, ხო? ის მოტეხი ყურიანი ჭიქა გეჩევნია თუ ის ჩვეულებრივი?
გამარჯობა. გამარჯობა ქაბატონო რუსლან. აი თქვენი ახალი კონტრაქტი, აი ეს არის დიახ, აი ნახეს. ქაბატონო რუსლან, თეკლას რატო არ უოცავთ? და რა უნდა მივუოცო? გათხოვდა. ой, მას რა თეკლა გიოცა? გუთი და როგორ? გადაწყვეტილებით მიღება? არა, 2 წუთში გადავწყვიტე. ისე ამ ბოლო დროს გეტყობოდა თეკლა შეყარებული რომ მიყარი. ისე გაფანტული დადიოდი და ისე სისულელეებს აკეთებდი. რა ქვია მეუღლეს? რა ქვია და ჩემი სიცოცხლე და ჩემი ყველანი. ბედნიერები გამყოფ. მთელი ცხოვრება თუ ერთ 3 დღე მაინც. რასაძებსილო ბიჭი ხარ თატო. ჩვენს არ იტყვის ხოლმე. ნიშნობა გქონდათ? დიახ. სამსადნო დამოვიდოდი. არა უშავს ქაბატონო რუსლან თეკლა მითხრა დღესაპირებს თქვენ დაბატიჟებას. მაშინ ბობა და საჩუქარსაც მოგიტან. აი არა ქაბატონო რუსლან არ არის საჭირო არ შეწუხდეთ. კარგი. საერთოდ გარი შემოვა. შაბიძე რა საკეთებ? ლი ვარ და ვისვენ. ეხლა ჩამოხვიდე უკვე როგორ დაიღალე? ხო, ახლა ჩამოვედი. არის რამ ხელა კიბეებიან, ჰა? ძალიან დიდი კიბეებია. და ლიფტითაც ჩამოხვედი? მუშაობ და ხელს მიშლი ვერ ხედავ? იქით ჩვენი უბნელი ლოთები სვამდნენ და იმას დამაბადეს შენთან. იქნებ ისე გააკეთოს ონკანი რომ არაყი მოდიოდესო. თან გვითავდება უკვე და იქნებ მოგვისტროსო. არაყი არა თქო, უთხარი ეს უფრო ვისკის ონკანია თქო რა. არა, შეგაკეთე მაგასაც დალივი. ვა. ისე როგორ ყველა უსაქმური ზის ეზოში და არ ახსოვს, გაგვიჟდები რა. ყველა არსავს. ერთი უნკანს აკეთებს. იმიტომ რომ ამ უსაქმურის დიშვილმა გააფუჭა ეს ონკანი და თუ ჩვენად არ იქნება, საერთოდ არ მოკიდებს ხელს და არაფერს არ გააკეთებს ეს უსაქმური და უფრო უსაქმური გახდება. კარგი ლაშებძე, აღარ გეტყვი უსაქმურს. ლაშებძე, ეს რა არის? კანჩი. და ის მეორე? ეგეც კანჩია, ოღონდ პატარა. და ის? ეგეც კანჩია, აი ეს არის ბურთი, წადი და ითამაშე. ეზოში არავინ არა და ვის ეთამაშო? ვის ეთამაშო და აი ხეს ეთამაშე, მიდი. მიდი გაიქეცი, მიდი. ნუ ეგრე, კაი ბიჭი. ოხ ნიკა ეხა მანდ არ მომიყვანო იცოდე. მე არ ვიყავი, ხე იყო. რა ვქნა ეხლა მას უნდა 14-იანი კიდე სახში დამჩა უნდა ავიდე ჩამოვიდა. რა საკეთე ფაში? გამარჯობა. ონკას ვაკეთებ. შაგენოი ვარიანტია რა? არა, უფრო სანტექნიკური ვარიანტია. სანტექნიკოსობა დაიწყე? ეგრე გამოდის. მომისმინე, ელიავაზე მყავს მაგარი ნაცნობი. თუ გინდა კარგად გინს გიშოვნი, ვახუშტის ხითალა. მეულუდა, მაგარი ბიჭია. ჩემი დუბლიორი იყო სპექტაკლში ხეობის პრინცი. 1992 წელს მე და მეულუდი იყოს ბატონო ფრიდონ არ არის ახლა საჭირო. მე ამ სანტექნიკოსობას სერიოზულად არ ვუყურებ. უფრო ესა ჰობია რა. ჰობი თუ არის? უი რაღაც თქვენ დახმარება დამჭირდება. კი ბატონო, კი დაგეხმარები. თხოვე რაც გინდა. მე მეხერხება ეს ხელგარჯილობა მეხერხება. ხო, ხელმარჯვევა. კარგია, ძალიან კარგი. ოღონდ ეგრე არ შეგაწუხებთ ბატონო ფრიდონ. იცით რა არის, ზევით სახლში დამრჩა რაღაც. ხო და იმის ჩამოსატანად უნდა ავიდე. ხო და თქვენ ამ ხელსაწყოებს რო უყარაულოთ რო არავინ არ ხო, კარგი. ხო, იმიტომ რომ ამ 14-იანი უნდა ამას და 14-იანი კრანჩი დამრჩა ზემოთ და 14-იანია ეს.
ხო 14-იანი არის და მაგიტო ავალ და ჩამოვიტან იმ 14-იანს თქო მეთქვილეს მართლა ბატონო თვითონ თუ ვინიცობა და ნუნუ გამოჩნდა ნუნუ ხო არ უთხრათ რომ მიკამ გააფუჭა ეს ონკანი მიკამ გააფუჭა ხო და ძალიან ნერვიულობს ბავშვი განისტის ამ ხო ნახევ საწყალი ბავშვი ხეს ეთამაშებოდა ბურთს კი ხო მაშინ ავალ და მალე ჩამოვალ ხო მალე ჩამოდი მალე 14-იანია ეს 14-იანი უნდა ამას 14-იანი ბატა ამოგიტანე რაც ვთხოვე რაც გამაყარე აუ ჯიგარი ხარ ეხლა რას ვიზავ ისი რას და ამას საბრის ქვეშ დავდებ და დაველოდები შესაბამის მომენტს რომ ვაჩუქო გაიგე? ხედავ რა რომანტიკული და გენიალური გეგმაა, რა სიტყვი? ძალიან და მეტი რომანტიულობისთვის ორიენტებული სანთელი შამპანიუსაც ამოიტან ორჩიქას და ყველაფერი საბნის ქვეშ დამალება და კარგი, რეებს ლაპარაკობ, არის მეგობარი. ისე რატი რას ვფიქრებდი თუ მოვეწონებოდი, ჰა? რა კარგი გოგოა, იცი დღეს იყო შემოსული, მომგიყვე ახლა, ხო? შემოვიდა მოტეხილობა გასინჯა. უყურა, მერე მიყურა და მომწონსო. თქვა, გაიგე? მერე გავიდა. დახალს დაუძახა. ხო, მაინც გოგოა, ქალური მომენტია, რა სხვისი აზრით საინტერესებს. რატომაც არ მოეწონებოდი პატარ, შვენიერი ბიჭი ხარ. არაფერი არ გაკლი, ერთი პატარა ძვალი. მოდი, სხვა არაფერი რა. კარგი, გითხრა, რეებს უკეთებ ხოლმე რომ შემოდის. აბა, ხო შემოვა და მე კიდე თვალებს ვიჟუნებ ხოლმე, გაიგე? იბნევა, ერთი რა საყვარელია, იბნევა. ხო. რა ხარ პატა, ჰა? შენ ვიცი არ გიცნობს პატა. გამარჯობა. აბა პატა როგორ გიცნობთ? კარგად. იცით, ყოველთვის როცა შემოდივარ, თვალებს უცნაურად ახმხამებს და ადრე სხვა შეგიმჩნევია. პატა? ხო. არა ხო? არა. ვაიმე. დამხდა პატა. მეთქიდა. შეგიძლიათ ამისწეროთ როგორ ტკივილს გრძნობთ? კი, აი როგორც ისიც აი წარმოიდგინეთ რომ საბნის ქვეშ გაქვს რა ქვია ეკლიანი ვარდები და ფეხში რომ გერიწომა ეგეთი. ხო. პატა, ეგეთი ტკივილი არ აქვს. აი პატა დაწმარდი ეგეთი ტკივილი არ არსებობს. არა ბიჭო. დაწმარდი შენ? რაღაც ყვავილების სურნელი მომივიდა ნეტა საიდან? რო გითხრათ ინა ექიმო, მე საიდანაც მოდის გაბრაზდები და გამლანძღავთ და ამიტომ ფანჯარა გამოვაღეთ და გარედან შემოდის სუნი. მაინტერესებს ძალიან. კაცი მე ხო გავედი რომ გაინტერესებს. მოგვიანებით შემოვა და მისამართი ჩავიწეს. კარგი, გავატანო რომ გელოდებით, აბა. სალამს გესტუმრებით ნახონდა. Yes, გამოვიდა. რა გამოვიდა ტატო? აბა მარტო yes. კარგი რა მოიფიქრეს, რა ეს გათხოვება რა ხნა ახლა? ეგ არის რაც ეკვა, ხალი რო გათხოვდება, მე იწყება პრობლემები რა. ისე ცეკვა, რა ვიცი, მე ვიფიქრე გაუხარდება თქო და ის მეც მინდა შაბათკვირას წასვლა და ბარე მე ხო არ მოგიყვანო ცოლა. ტატო, ვიხვეწები აღარაფერი აღარ ქნა. და თუ გინდა უთხარი რომ გაცილდი ქმარს. ის ქმარს. არ თუ გინდა მე მიყოლ და ვეთყვი ცეკვა ქმარს გაშორდა თქო იქ. კარგი ტატო, ესე მალე როგორ გავშორდებოდი ქმარს? ესე მალე გათხოვდი და გაშორებას რა გავა. არ გაგიგია აშენებაა ძნელი თორე დანგრევა ადვილიაო. არ მე გავალე ხა საქმეს მიფერავ და საგამოს შემოვალ და ერთად გავიდეთ პატას ანახავ. კარგი? არა, მე ვერ წამოვალ პატასთან, შენ წადი ტატო, შენ მე საღამომდე უნდა გავთხოვო. მოტეხი უყურიანი ჭიქა გისჩევნია თუ ის? ან მოტეხი უყურიანში დავასხმევიდეთ მაშინ. 14-იანი უნდა თუ 16-იანი. 18-იანი. 1998 წელი. განში მომაწოდე, უბადრუკო მონა. ისე საკანჩი და სადმონა. მეც რამდენი სისულელე მაქვს დათამაშები. როგორ ახარ?
გამარჯობა, თავდაპირველად. რა არის ეს? კანჩი. მაგაზე გეკითხებით. ეს ვინ გააფუჭა უნდა? მე არ გამიფუჭებია. რომ მოვედი ასე დამხვდა. მე არ გამიფუჭებია. რა დამაჯერებელი ხარ ბატონო ფრიდომ? კარგად მაინც ითამაშეთ. 4 წელი მაგას არ გასწავლიდნენი, მაგრამ ნიჭი უნდა ყველაფერს ნიჭი. მე არ გამიფუჭებია. დაგეკითხებით, მე არ გამიფუჭებია. თამაშს რაც შეეხება, დიდი სიამოვნებით ვითამაშებ პატარა მონაკოც ნებისმიერი სპექტაკლიდან. აი მე არ მინდა თქვენი თამაში, მაგრამ ეს კანჩი რატომ გიჭირათ ხელში? არ მითხრა ხა ვასეირნებდი ეზოშიო. არა, რეპეტიციობდი. სპექტაკლი მაქვს. იცით არ მინდა მე მაგის ახსნა, მაგრამ მე მეზობლებს როგორ შევხედო თვალებში. არაჩვეულებრივი ონკანი ქონდა ეზოში. ბავშვები ზაფხულობით გამოდიოდნენ, ჟრიამულობდნენ, ერთმანეთს წუწავდნენ, ერთობოდნენ და მე ნერვებს მიშლიდნენ. ზამთარში კი იყინებოდა გზა და სტურვების გზას ფეხი უსწრიავდებოდა და მე კიდევ ერთობოდი. აბა, გავაკეთებ. მე რისი გამკეთებელი ხართ ბატონო ფრიდონ. ერთი ონკანი ქონდა ამხელა კორპუსს და ისიც გააფუჭეთ. მარტო სულიერი საზრდო გვეყოფა. ყელზე რომ დაგვადგეს, წყალი არ აქვს რომ მივაყოლოთ ზედ, უნამუსო შენ. აჰა. ნორმაშია. ასე რომ უგაცრავთ ირნექიმო. ფეხზე რამდენი ხანში დადგება? დაახლოებით 1 თვენახევარში. ირნექიმო. დაახლოებით 100 თვენახევარში საღამოს რასაკეთებ? იცით მე მეძახიან უნდა გავიცე. კარგით. დროებით. რასაკეთებ? ყველა ჯიდევს საბდის ქვეშ ეს ვარდები. ყველა მოგიტანე. რა უქნა, 3 საათი აღარ შემოვა და ეს ვარდების დაჭყნება, ჩემი ჯანმრთელობაც საგრძნობლად გაუარესდება, რა ვქნა ეს? გამოიზახე შენს, ვითომ ცუდად ხარ? შენ რა ხარ რატი? რა ხარ შენ? კარგი. ვაიმე. ბატა მე კი მეუნები აგერ ღილას დააჭირე და შემოцხრიალდება შემი პრინცესა. ხო იმითი ფონიდოსკოპი და დიდი მემსით რა რომანტიულია. მართალი. მიდი. ბატა. ისედაც ხახა? კი, ჰაერი არ ყოფნის, ეთყობა ხელოვნური სუნთქვის ჩატარება უნდა. კაი დათმადი ახლა მოვა. ბუდია, რა ხელოვნური სუნთქვა? პატარა ბიჭი ხო არა ხარ, კაცო ცოტა რაღაცა გამოინძრე კაცო და სერიოზულო ურთიერთობა რა, ცოტა მიდგე მოდგე რა. მომის მე ხსა წავიდა იცი ალბათ ტუცაცხი უნდა წაისვას. ვაი გოგო, ხალური მომენტი. აკეთე ექიმო. ეს ხელოვნური სუნთქვა აჭერდება. მგონია რომ რუსუდანი არ მოვა. გასაგებია თეკლა, მაგრამ სუფრა მაინც აუცილებელია. ხო, რა ვიცი, ისა ტატოს უთხარი მისამართი ჩააწერინდა თქო და რომ ყველაფერი ეშლება ამ ტატოს და რაღა მისამართს ეთყოდა ეხლა ზუსტად. ლაშა, რა კარგია დღეს თეკლას ქმარი რომ იქნები, თეკლას უფროსი მოვა, გნახავ და თეკლას გაანთავისუფლებს რამოდენიმე დღე. ხო, და წავალთ ბაკურიანში. ლაშა, ხომ არ დაიბნევი? შენამდე 4 ცოლი მყავდა. გაიწიე ხალო იქ. როლში შევდივართ ეგ როლში. ის ხალი რომ მე რომ თეკლას პატარა ძმა ვიყო შეიძლება? არა, არა შენ ახვალ ნიკა, შენ ოთახში და იმედს არინებ, ხო ელენე? ხო. კარგი. მე გავაღე. აი მე მაშა ჯერ ნახე ვინ არის. მოვიდა ისა. მოგძანდით თეკლა საყურებლო ნახე ვინ მოვიდა. აი მე მოგძანდით ქაბატონო რუსუდან. იგი იყოს ჩემი ფეხი თქვენს ოჯახში. ისე ადვილად მოგაგენით. ტატომ ზუსტად ამიხსნა თქვენი მისამართი. მედია ჩემი მეუღლეა. ლაშა. სიამოვნო. თეკლა, ჩემი თეკლა, იმდეს მიყვება თქვენზე, იმდეს მიყვება ხოლმე რომ რა ვიცი. ეს ელენეა ჩემი მეუღლის და მულია. მულიო რო ამბობე ხოლმე, აი ეს არის. ეს პატარა ბიჭი. ნიკა, ლაშაშვილი ვარ.
ქორწინებაა ეს და სულ რაღაც მეორე ეს არაფერი მეორე ზოგს მესამე და მეოთხე ცოლი ხარ დავსხდით მოგდანით ალბათ რუსი და ყავას შემოგთავაზებთ დავძანდით ნიკა შენადი გაკვეთილები იმეცადინე მე რომ უნდა ჩამაბარო შენ რატომ უნდა ჩაგაბარო მამით აი თეკლანადიკო შავაბარე ხოდე როგორი ბედნიერი სახეები გაქვთ კი აღარ სამსახური მახსოვს და აღარ სამსახური სამსახური მახსოვს ისეთი ბედნიერი სახე მაქვს მე ხლა ამტოთას კი ეთქობა გიშდებით ერთმანეთის და მე ძალიან ჩემი სიცოცხლე აი როგორ გითხრათ თეკლა მიყვარს აი დაასავით და სავით მეუღლე მყავს და მოკლედ ეგრე როგორც არის ხო აი ესე ეხლა აკოცეთ ერთმანეთს ნიკა გადი ნიკა მოდი ჩემთან მავიდა გენაცვალოს ნიკა შვილო კარი გააღე და აი ასე ნიკოლოს საღამოშიდობის გამარჯობა ნუმარი კოლიათ კუმარი არის და გაიცანით ქალბატონო რუსუდან ეს მამა ჩემია რუსუდანი ეს ისია მამა თეკლას მამა გოგიტა მე ვიცოდი რომ თეკლას მამას ნერსე ერქვა დიახ ახლობლები გოგიტას ეძახით ხოლმე გოგიტა გოგიტა ერთი წუთით საქმე მაქვს თქვენთან თეკლა ზუსტად ესეთი წარმომედგინა შენი მამა დიახ სხვა რამეზე ვისაუბრეთ მა ის მოყევი როგორ გაიცანი თეკლა ხოდე აი მე მომიყევით რა ძალიან მოინტერესებს როგორ და თეკლა მოყევა არა შენ მოყევი შენ მოყევი თეკ არა შენ უკეცყვები ლაშ მე უკვე ყვები მოკლედ თეკლა გავიცანი მანამდე არ ვიცნობდი ერთხელ მოვიდა მანამდე ორჯერ ვნახე აბაეცვა საღამო მოკლედ აი ესე გავიცადით ერთმანეთს მე ამას როცა პაღახი მამა გენაცვალო შვილებო როგორ უხდებით ერთმანეთს ხო მამა და მამა слушаю სიდედრი ჩემი კი რას ნოდარელია ჩემი მეუღლე ნასტია 1980 წელს გოგიტა ბატონო გოგიტა უკაცრავად ჩემი მეუღლე თავის მშობლებთან არის წასული კრასნოდარში ერთი კვირა და მოვენატრაო მესმის თქვენ კი ლაშა თქვენ რა საქმეა სანტექნიკოსია ჩემს იმავს აღსარები არაჩვეულებრივი ლაშა ნახე ვინ მოვიდა როგორ დაბნევა დედა გენაცვალოს აჰა დედა გაიცანით დედა ჩემი რუსუდანი ჩემსაც სიამოვნოა ჩემი თეკლას უფროსის გაცნობა დაძგეთინე ხო მამაგარი საღამოა მამით შენ კიდე მეუბნებოდი გაკვეთილები იმეცადინე მამი და გენაცვალოს ხილი შემომიტანე აი როგორ ხარ ქალბატონო ნუნუ ძახალო
აიმე გამარჯობათ ბატონო გოგიტა ისე ნერვები მოშლილი ვარ დილით მეზობელმა ნერვები მომიშალა თქვენ ალბათ არ იცნობთ ფრიდონ შვანგირაძე ადამიანმა რისი გაკეთებაც არ იცი, იმას ხელი არ უნდა მოკიდო. ხო. იცით ხალბატონო, თქვენ და ბატონმა ფრიდონმა მერე ისაუბრეთ, მერე. აი, ვაშა შემოგიერთდებათ და ერთად ისაუბრეთ. მეც. აუ. ყავას მოგართმევთ. აი, ეს ჩემი შვილი. კიდე და კი. ბაცხვეთან სამაგრისენში ხალბატონო რუსუდან. რა ვიცი, მუშაობ. მაგაზე გეკითხებით, ეგარ მაინტერესებს სამუშაო ადგილებზე ვაკანსია თუ გაქვს? კი, რამოდენიმე ვაკანსია გვაქვს. რა კარგი. აი მე ძალიან დიდი მადლობა დედა, ძალიან დიდი მადლობა. შედის არ მინდა შვილო, მამა შენისთვის, ემზარისთვის მინდა სამუშაო. მამა ემზარისთვის? კი, მამასთვის. გასაგებია ხო? დადია, ემზარი ბაბუა იძახის ეზოდა. მე ეხლავე, გადაგხედავე. არა, იყავი შენ, დაისვენე. აი მამიკო გახედავს, ხო მამ? მე გავხედავ. მე საყვარელი ბავშვია. საყვარლესი. მამა, აქეთ, მამა, ემზარი მამა, აქეთ. ხო, რა შეიძლება დავდიე რა. ძალიან სეციამოვნო იყო თქვენი ოჯახის გაცნობა, მაგრამ უნდა დაგწავოთ. როგორ მიგზანდებით უკვე. ნახვამდის? როგორ გავხართ ჩემს ნასტიას. ბატონო რუსუდან რა ცუდია რომ მიგზანდებით. დარჩენილი ყავით კიდევ მოვიდოდნენ ნათესავები ალბათ. არა, ვერ დავრჩები საქმეები. ბატონო რუსუდან რა უნდა მეთხოვა? 3 დღით ხომ ვერ გამათავისუფლებთ სამსახური და მე და ვაშას წასვლავინა ბაკურიანში და ჩვენ ორს დიახ. 3 დღით ვერ. რა. ერთი წუთით? ზაურ მე ვარ. ძალიან მთხო გადარიკე რა ნელისთან და უთხარი ჩემს სახელზე. თეკლა ერისთავისთვის და ლაშა ტორონჯაძისთვის ერთკვირიანი საგზური გააკეთონ ეგვიპტეში. ბატონო? ახალ შემოღლებულთა ნომერი გექნება. რატო არ მივიღებ, არა ეგ ფაქტობრივად არ მივიღებ. არა მიზა. უთო დაგჭა. რა ქნათ ვაშა? რა ვიცი თეკლა, მე დივანზე დავწვეთ. ჩემი ბაკურიანი რა ვიცი ელენე ჩვენ ეგვიპტეში მივდივართ. ისე თეკლა კი მომწოხა, ხო იცი უკვე შე. დიახ ბატონო რუსუდან. არ მესმის რომ საჩუქარია საქორწინო, მაგრამ ვერ წავალთ. რა არის იცით ბატონო რუსუდან, ჩემს მეუღლეს ძალიან ეშინია აკლემების. ხო აი უცნაურია, მაგრამ ეშინია. დიახ, კუზების. დიახ, ამიტომ 3-4 დღით წავალთ ისევ ბაკურიანში. არა, თქვენ წარმოიდგინეთ, ბურანების არ ეშინია, იმათ ხო კუზები არა. დიდი მადლობა და უკაცრავად, კარგით. დიახ, ხალბატონო ნესტან გასაგებია. აი ელენე არ დაიჯერებ, ველაპარაკე რუსუდანს მიშებს, წავედით ბაკურიანში. თეკლა არ დაიჯერებ, ველაპარაკე ნესტანს და არსადაც არ მივდივართ, თბილისში ვრჩებ. რა ვქნათ ელენე? გავდახსნა და აი მოვიდა შენი ქმარი და შეუწრე კარტოფილი. ავიღალე რა გავაკეთე. კონკანი რა. მოიცა ნიკასადაა. ნიკასადაა და ეზოშია ბურთი გადმომიგდება. გადაუგდეს და შემიგდით მართლა მე კარტოფილი. ნიკა! აჰა! ვაიმე! ამოვამდე.
კარდიო ეკლოთის მოუკრეთიაო რა. გიცოთ რომ მეშებოდა კაცო, კაცი არა ხოწატინა თავი დამარებე რა კიდე ვერ გავიქეთ. ინა. აი ახლა დაუძახოთ ირინა ექიმს. აჰა. მე ძახდი პაატა. ხო, ირინა ექიმ. ისა რა უნდა კითხოთ? გიზო ექიმ წავიდა? კი, წავიდა. თენგო ექიმი? წავიდა. ვასო ექიმი? ისიც წავიდა. აჰა, ძალიან კარგი. ძალიან კარგი. აუ, მარტო ხართ? კი, ფაქტიურად მარტო მე ვარ. მარტო თქვენ ხართ, ძალიან კარგი. ჰაერ ყოფნის ჰაერი. პატარა. ჰაერ ყოფნის ჰაერი. ჰელო ურსუ ხამიდა იმე ექიმო ჰაერ ყოფნის. იმე ჰელო ურსუ ხამიდა. ირინა ექიმო იყოს ისა გიგიზო ექიმს დაუძახე ისო თუ არა.